like a Hellcat. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ერთად იმყოფება ანდრია ფლექსი და დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ როგორც ყოველთვის wall challenge-ს და ცოტა გაბაგა, მაგისთვის ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. აჰა. უკვე აღარ ბაგავს და იმედია რამეს საინტერესოს მაინც იხილავთ აქ. კარგი. ახლა ჩვენ უნდა შევასრულოთ შემდეგი მისია და ვნახოთ რა იქნება შემდეგი მისია. აჰა, დამატებია მესამე მისიაც. იპოვე ნეზერიტები და ასევე გააკეთე ნეზერიტის ბრონი ახალ კუნძულზე. ეგ მიხარია რომ ახალი კუნძული დაემატა. მაგრამ რომ ერთ ახალ კუნძულზე ეგეც გასაგებია. კარგი, ესე იგი, აქაც გავაკეთებ ასეთ რაღაცას და ეს სამაინეროსავით რაღაცა, ეგრე მივხვდი მე. ხო რა. დაიმონდები და 1000 რა. და ქვემოთ კი ლავა. რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მე რა მომწონს. ის რომ სამაინერო მაინც გვაქვს. ეგ მართლა მომწონს. და ისე იგი ვიპოვოთ ნეზერიტები. მაგრამ ნეზერიტის საპონელად გვჭირდება ხელსაწყოები. ხელსაწყოები კი უნდა მოვიპოვოთ საიდანღაც. და ეს საიდანღაც უკვე თქვენ თვითონაც იცით. მე რაზე ვლაპარაკობ. ასე. და შემდეგ კი მოვთხაროთ რკინა. რკინა, რამდენი აქვს რკინა, მეგობრებო? კარგი. ასე. მოვიპოვოთ რკინის მადანები და შემდეგ გამოვწოდოთ და მივიღოთ iron ingot. და შემდეგ მაგ iron ingot-იდან უნდა გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული ჩვენი სასურველი. არ ვიცი თქვენი სასურველიცა თუ არა, მაგრამ ჩემი სასურველი, მოკლედ ჩვენი სასურველი რკინის წერაქვი. რკინის წერაქვი კი გამოგვექნება იმაში, რომ მოვდეხოთ დაიმონდი კი დაგვეხმარება იმაში, რომ მოვდეხოთ ნეზერიტი. და თეთრი რკინა მგონი უკვე მეყობა. კარგი, ახლა ესე იგი რა უნდა გავაკეთოთ და მოვიწყდა, მაგრამ გამახსენდა. ძალიან ბევრი ქვა დავხარჯე ახლა. რაზეც საერთოდ არ მიფიქრია. ეს გამოსაწველია და რკინის მადანი აი ასე და მივიღებ ჩვენ iron ingots. დავილოდოთ. ერთიღა დარჩა და ეს ერთიღა უკვე გამოიწვა. შემდეგ ახლა ჩვენ გავაკეთოთ რკინის წერაქვი. ავიდეთ ზემოთ და გავფრინდეთ. და სად უნდა გავფრინდეთ? ეგ უკვე ვიცი. და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩეთერობ. მაგრამ რატომ ჩეთერობ? აი რატომ დავიჩეთერო? ერთი მითხარით. ვიცი ბევრი ვიღაცას ველაპარაკები. ვინც ამაში არაა გარეული, მაგრამ მე იმათ არ მიმართავ. არიან ისეთი ვიღაცები, რომ აი ეჭვიანი ვიღაცები რა. ხო და მოკლედ მოვიპოვეთ დაიმონდები. რაც მე მაგიჟებს. უბრალოდ ამას ვერ გამოვხატავ. გავაკეთოთ დაიმონდის პიკექსი და ასევე ბუცები. ბუცები არ მქონდა გეგმაში, მაგრამ
მაინც გამოგვადგება რაღაცეებში. კარგი. ესე იგი, ახლა რის გაკეთებას ვაპირებთ. გადავიდეთ ნეზერში. და ეს ვიდეოები რაღაცა ძალიან საინტერესო ხდება. და იმედია ბევრი ლაიქი მოგლოვდება, თორემ მე შევთქვათ რა ყველაფრის გადაღებას. იმედია ექვსი ლაიქი იქნება. აჰა, და შევდივართ ნეზერში, იტვირთება სამყარო, იგება სამყარო. ორნაირი რაღაცაა რა. Yes, სერიოზულად ასეთი მარტივია? და ეს რა ბლოკია? სერიოზულად ის რა ნეზერიტის ბლოკია? მეგობრებო, 3 ნეზერიტის ინგოთიც კი ძალიან ბევრია და სერიოზულად შემქმნელი ვინ არის ასეთი, რომ ასე ამარტივებს ასეთ რაღაცებს? ეს თან მგონი უნდა გამოვწვათ და შემდეგ მივიღებთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ინგოტს. კარგი, უკვე მოვიპოვეთ. ამასაც თქვენ თვითონაც ხედავთ და ჯანდება მგონი აქ მოვკვდები. თურმე აღარ მოვკვდები. 13 რკინა გამოიწვა და ჩავდოთ ახლა ეს რაღაცა. ეს ხერა, რაღაცა რა. შემდეგ ამას რო ავიღებთ. აი ამას ნეზერიტ სკრაპს გონი 4 ცალი გვჭირდება და ერთს გავაკეთებთ. ვაიმე. ჯანდაბა, ახლა. ესე იგი როგორ გავაკეთოთ ნეზერიტ ინგოთი. და ეს გვჭირდება, ეს მთავარია მეგობრებო. რაც კი უნდა გქონდეს. თუ რა თქმა უნდა ნეზერიტი გვაქვს. ესე იგი, აქ შევდივართ და ბუმ. სიურპრიზი. და თითქოს ეს რკინის წერაქვი ახლა უფრო მალე ეხავს დაიმონდს. თითქოს მართლა ეგრეა. თუ მართლა ეგრეა. თან თითქოს მართლა ეგრეა, თან კიდე თითქოს მართლა ეგრეა. ვაუ, გადავჭით. კარგი. და ცეცხლი ხომ უნდა გვეკიდოს. სიბოლოში ზედმეტი იყო. მაგრამ ეგ არაფერი. კარგი. ესე იგი, ამებით ჩვენ ახლა გავაკეთებთ ნეზერიტის აბჯარს. აბჯარს და ნაბჯარს. რა მნიშვნელობა აქვს? და შემდეგ კიდევ რას ვიზამთ? აფა გამოიცანით. გონი მე თვითონაც დამოვიწყდა რას ვიზამთ. კარგი. საით გადავინათლოთ ახლა ისე რომ არ დავზიანდეთ. არა, მაგრამ მაინც გადავედით სხვაგან რა. კარგი. მოვტეხოთ დაიმონდი. აჰა, დაიმონდი მწყურია. რაც ნამდვილი არა, მოგატყუეთ. ხახა. კარგი. ეს არ ვიცოდი. ჯანდაბა. კარგი, ხო რა. ბუმ. და ბუმ. ახლა კი შემდეგი ბუმი გავაკეთოთ. ბუმ.
ბუმ. ასე. და სრული ნეზერიტის არმორი უკვე გვაქვს. ოღონდ მაიგას ვერ თავიცმოთ. კარგი, მგონი ეგეთი რაღაცა არსებობს, ამას ჩაიცმევ მე ეგრე და არა. და ამობავამ გაგვახსენა, რომ ასევე შეიძლება რომ გავაკეთოთ ხმალი. კარგი, გავაკეთოთ ხმალი. ჯოხები და გვაკლია, ეს გვაკლია. ასე. აქ მეტი აღარაფერი არ მესაქმება. შემდეგ ეს დაგვრჩა. ჩავდოთ ხმალი და ეგა. კარგი და ესე იგი ეს მისია შევასრულეთ და ასევე არ ვიცი ახალი რა ვქნათ. გონი ვიცი. მეგობრებო, ახლა გამახსენდა რომ ვიღაცებს გონიათ რომ მე ვჩეთერობ, ამიტომაც ჩატს განახებთ. ძალიან პატარა. კარგი, და თუ დიდხანს ვერ გაჩვენეთ, მაშინ დაპაუზეთ, ვინც ეჭვიანები ხართ. ხო რა, ეჭვიანები. კარგი. ახლა ესე იგი აქ შევუდგეთ მშენებლობა. ხო, ფექს, მაგრად იცის სიტყვის მნიშვნელობა. ეს მშენებლობაა, ხომ ასეა? კარგი. და აქ რატომ დავუბრუნდი ახლა? იმიტომ რომ იქნებ ხეები ხო არ მოუჭრა მეთქი რა და ახლა ცული არ მქონდა, ამიტომაც ცულს გავაკეთებ მეთქი. გავაკეთე ცული და შემდეგ გავაკეთე ნეზერიტის ცული. შემდეგ ის გადმოვიღე ინვენტარში და შევუდექი საზამთროების მოჭრას. ეს ხე თურმე გაიზარდა, მოდით ბარემ მოვჭრათ და შემდეგ მისი ახალი ხე, რომელიც კი დავარდება, დავარგოთ აი აქ. აქვე ყოფილა. კარგი. აი ასე და აკაციის ხეც რა თქმა უნდა მოვჭრათ. ბუმ 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 ბუმ. ძალიან დიდი ხეა. ესეც ავიღოთ და მიდი დავარდი. გონი არ ვარდება. გონი კი არა, მგონი მართლა. რატომ არ ვარდება? ვაშლი, სერიოზულად. კარგი, იმედია ჩამოვარდება და იმედია მე ვნახავ და არ გაქრება. ასევე მოვჭრათ ჯანგოლის ხე, ჯანგოლი, ანუ ისა, ეს რაღაცა და მეგობრებო, თქვენს გარეშე მე არ ვთამაშობ ხოლმე და არ გეგონოთ რომ რამეს ვჩეთერობ ხოლმე. კარგი. აი ასე და ახლა ამან მაინც დააგდოსკთ, ხო, მეგობარო? ეგრე რა. არ არის სიმშვენიერე. და ამან თუ არ დააგდო, მაშინ იძულებული გავხდები რომ დავრგო აი ეს ხე. მოდით ბარემ დავრგოთ. კარგი. აჰა. აქ უნდა იყოს აი ასე ძლივს, კიდევ კარგი. აქ არის, თორემ არ ვიცი რა მოხდებოდა. კარგი.
ესე იგი, აქაც ასე მშვენივრად. ავიდეთ ზემოთ ჩემი ხერხით, ხახა. ასე მოვჭრათ მშვენივრად და შემდეგ კი გავაკეთოთ ლამაზი ისა. ლამაზი კარები. ხო, ამით კეთდება ლამაზი კარები და ძალიან მომწონს ეს ხე. და მარტო ამის გამო კი არ მომწონს, უბრალოდ სხვა რამის გამოთაც მომწონს და რატომ გონი დამავიწყდა. ბუმ. და აქაც რაღაც დააგდო, იქ არა, იქ ჯოხი დააგდო და რამე რომე და აქ ჯერჯერობით არ აგდებს აკაციის რა იმეებს. ნუ კარგი, იქ არაფერი. ფუჯანდაბა. ასე და შემდეგ ეს აქეთ გადმოვიტანთ. მიდი. კიდე ერთი გაგვინდა და ეგაა. ასე და ესენც დავარდა და არ ვიცი ეგენი სად დავარგო. მივიცი, რადგან აქეთ უკვე გადასვლა შეგვიძლია. მოდით ბარემ აქ დავრგავ. ასე. ოკეი. არაფერი არ მიჩეთერია, არაფერი არ არის ცუდი. სერიოზულად ამებს კი ვერ გავუკეთე. ნუ კარგი, გადავფრინდეთ აქედან. მაინც დიდი არაფერი არ მოხდება. ჰეი. ის ამან რანაირად გაძლო. ნუ კარგი. ეს ვისი ხეა? აკაციის. ბუმ. ეი. ბუმ. ასე ბუმ და დავრგოთ დანარჩენები გარეთ. მშვენივრადაა ყველაფერი. ეი. ნუ მგონი ცუდად ყოფილა. ესე იგი აქ კიდე მქონდა რაღაცის ხე. ეს ხეც გამიქრა. ჰეი. წლურპეები. ისინი ვისაც ძალიან ვერ ვიტან. წლურპე. ვაიმე ჯანდაბა მგონი მთელ დღეს ამების მოკლაში გავატარებ. უი. ესენი მაძლევენ ლეველებს, რაც დამეხმარება რომ მოვაჯადოვო რაღაცები. მოდი მეგობარო. ასე. და თან ძალიან მარტივია მათი მოკლა, დიდს არაფერს არ მაკლებენ, მაგრამ ავიღებ სლაიმბოლებს, რაც მე ძალიან არ მომწონს. აი რაში უნდა გამოიყენო უბრალოდ სლაიმბოლი. როცა არც კი გჭირდება. ესენი ვერ მიიტყავენ. ნებაჰეძმა. ეს უკვე გაიზარდა, მაგრამ მოჭრა მეზარება. ეგ არაფერი. წავალ სხვაგან და გონი აქედან დაგემშვიდობებით, თქვენთან ერთად იყო ანდრია ფექსი, აბაჰი და აბაჰო. და რა თქმა უნდა გემშვიდობებით.